გიხადოთ თქვენ მობრძანებისთვის და მინდა შეგახსენოთ, რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით საბავშვო თეატრალური ფესტივალის ცეროდენას შემაჯამებელ საღამოზე, რომელიც ახმეტელის თეატრში იწყება და ძალიან დიდი მადლობა ახმეტელის თეატრს, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ირაკლი გოგიას, დირექტორს ბატონ გიორგი კვაბზირიძეს და ძალიან დიდი მადლობა თქვენ დამსწრე საზოგადოებამ. Παροτονή Ούρνας Λασβιέშვილ. საინტერესო იქნება თითოეული როგორც პედაგოგისთვის, ასევე მშობლებისთვის და ბავშვებისთვის. ახმეტელის თეატრი სექტემბრიდან აპირებს, რომ შექმნას საბავშვო დასი, თეატრალური დასი ახმეტელის თეატრთან არსებული. ასე რომ სექტემბრიდან ჩვენ გვექნება საშუალება იმისი, რომ კიდევ ერთხელ შევხვდეთ და უკვე ამოშებს უფრო სხვა პროფესიულ დონეზე მივცეთ ის ცოდნა გამოცდილება, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რომ ცხოვრებაში ძალიან წაადგინოთ. ზღაპარი ახტენი მიოცნება ქალაქ თბილისის 200 მეტრ საჯარო ეს არის სოფლიო რჩეულის დაკრები. მე ვფიქრობ, რომ ჩემს სასახში, ჩემს ამ და ისევე როგორც საზოგადოების ასაკობრივ რეალობას აღნიშნავენ, ასეთი მხატვრულად წარმოდგენილი ნაწარმოებები ყოფილიყო და გათხოვილიყო, მე ვფიქრობ, რომ სხვა სიტყვაში ვიქნებოდით განათლებით. ეს ნამდვილად თქვენ და მას ეს არის მოსწავლის პირველი ენციკლოპედია. აი ესეთი მე მინდა აღნიშნო, რომ ძალიან ბევრ დოკუმენტზე მიწევს ხელისმოწერა, როგორც გამგებელს, კანონი მისაუბრებს, რომ უპირველესად გამგების ყველა დოკუმენტს ხელი მოვაწერთ, მაგრამ ძალიან იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ორმაგად მეამაყება ისეთ ადამიანის გვერდით დაუფიქსიროთ ხელისმოწერა, რომელსაც ამ შემთხვევაში ბატონი გელაქვია და ჩვენ ორივეს ხელისმოწერაა ასეთი. მოგესალმებით. კოლეგებო, მშობლებო, მოსამართლეებო, ჟიურის წევრებო. ძალიან მიხარია, მოხარული ვარ ამ ინიციატივის, დიდი მადლობა თქვენ, აღარ გამოუგებელია სამადლობელო სიტყვა ითქვა და მე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩართული იყო სკოლა, ძალიან დიდი მადლობა მინდა კოლეგებს გადაუხადო, ეს არ არის მარტო ჩემი წარმატება, ამ სცენარში ერთდროულად ვიყავით ჩართული, ჩემი კოლეგა ფატი ბედოშვილი გახლავთ და სიმღერისა და მუსიკის ავტორი კაბატონი ფოთლან ახსენაშვილი. და მთლიანად კოლექტივი, იმიტომ რომ ისეთი შემართებით, ისეთი ენთუზიაზმით იყვნენ და ისეთი ყურადღებით, რომ ეს ამან მოგცა ძალა ზუსტად, რომ 14 დღეში დაიწერა სცენარი. ეს არის ჩვენი დაწერილი სცენარი, მუსიკა და სიმღერაც ჩვენია, ტექსტიც ავტორებით ჩვენ გახლავთ და ამ 14 დღეში ამ კოლექტივმა და გუნდურმა მუშაობამ განაპირობა ალბათ ეს ყველაფერი. დიდი მადლობა წარმატებისთვის. თბილისის 119 საჯარო სკოლა. დირექტორს, პედაგოგებს, მასწავლებლებს ვქონთ მოგზაურობთ სცენაზე და გადმოგცემთ ეს საჭიროა ძალიან გამარჯვებას და ყველას გილოცავთ. ყველამ ბევრი იშრობა დარწმუნებული ვარ. ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ძალიან მიხარია, რომ დაგვეფასდა ეს შრომა. მადლობა. შეგგვავაზებთ ამავე სკოლის სპექტაკლს. ესენი არიან მეორე კლასის მოსწავლეები, საოცარი ბავშვები და ნახოთ რა დადგეს, როგორ ითამაშეს და რა გააკეთეს. 119 საჯარო სკოლის მეორე A კლასი წარმოგიდგენს ზღაპარ სიზმარა. Deda
სხვა ჩამოვახჩო. ხელებიც დამიბანია. ძილის დროც მოსულა. Nana, guardo, nana, ia, nana,
ჩემს მაშე მაიმე ეს რამე მართება სული მეხუთება მუხლი მეკვეთება დანთლა დავიღუპები ეს ყმაწვილი თუ არ ჩამეხუტება შვილო რა უნდათ მაგ ოხრებს შენი მეფეთა თურმე ჩემი სიზმარი მოსწონები მარტვილზე ავდა მარცხი მარე უკან კიდე ვარს კლავე იავ ნანა ვარდო ნანი იავ ნანი ნაო დანი ძილი ატკუსია იავ ნანი ხელებიც დამიბანია ძილის დროც მოსულა იავ ნანა ვარდო ნანა იავ ნანი ნაო დანი ძილი ატა დანი ნაო
სექტემბრიდან ბავშვებს ველოდებით ახმეტელის თეატრის საბავშვო დასისთვის და მოკლედ დროებით და შევხვდებით კეთილის სიახლოვეს. Thank you.